მუნიციპალიტეტის გამგებლებს შესაძლოა ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლის დანიშვნის უფლება შეეზღუდოთ. კვალიფიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭო ახალ ინიციატივაზე მუშაობს. მათი აზრით, წვნებულებს გამგებლების ნაცვლად მოსახლეობა პირდაპირ გზით უნდა ირჩევდეს. ჯგუფის წევრები ცვლილების შეტანას თვითმმართველობის კოდექსში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ითხოვენ. ჯგუფი შემუშავებულ დოკუმენტს პარლამენტსა და საზოგადოებას დაახლოებით ერთ თვეში წარუდგენს. ნიკა გაბრიშვილი მუშაობდა თემაზე. ეს დიმიტრი თოდაძეა, იგი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მოსახლეობას შორის შუამავლის როლს უკვე წელიწად ნახევარია ასრულებს. ამბობს, რომ სამსახურში ყოველდღე დადის და მოქალაქეებსაც ხშირად უსმენს. თოდაძის თქმით, გარდა ამისა, მისი მოვალეობა მეჯლისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის პრობლემების მოგვარებაში დახმარება. ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობთ, რომ რა თქმა უნდა ვიცოდეთ ჩვენი მოსახლეობის ყველანაირი გაჭირვება და პრობლემები და შეძლების დაგვარად უნდა დავეხმაროთ. რა თქმა უნდა ჩვენ ვღებულობთ ინფორმაციას მოსახლეობისგან, რომელიც მოა რაიმე პრობლემით და მაშინვე ვაცნობებთ ჩვენ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რათა სათანადო დახმარებები გავუწიონ. გამგებლის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად გამგებელი ნიშნავს. იმ შემთხვევაში კი თუ არა საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივა კანონპროექტად იქცა, მუნიციპალიტეტის პირველი პირების წარმომადგენლებს მოსახლეობა აირჩევს. ის წვნებულები, რომელთაც მუნიციპალიტეტის გამგებლები ნიშნავენ დღეს თემებში სოფლის დონეზე, აღარ უნდა ინიშნებოდნენ და მოსახლეობა მათ პირდაპირ წესით უნდა ირჩევდეს და მათ უნდა ეწოდათ მამასახლისები. შესაბამისად ისინი გაცილებით უფრო მეტად იქნებიან ორიენტირებულები მოსახლეობის ინტერესებზე. არ იქნება ცუდი თუ კი სოფელი მოითხოვს იმ პიროვნებას, რომელიც თვითონ წარმოუდგენია სოფელს, უფრო იქნება ნაყოფიერი და უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს სოფელს, რა პრობლემა არის? თუ ხალხს არ ოდიხარ, კიდევაც რომ დაგნიშნო, ყოფნა თქვენი და არ ყოფნა, არაფერს არ წარმოადგენს. მე ამ საკითხზე მართალი გითხრათ, წეგან აღნიშნე ჯერ არ მიფიქრე, ეს არ არის ეს 2 წუთში გასაცემი პასუხი, ამას უნდა სერიოზული დაფიქრება და თავის დადებით და უარყოფითი მხარეების გათვალისწინება და ამის შემდეგ შეიძლება ჩემი პოზიცია გამოვხატო. არასაპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივას დადებითად აფასებენ სოფლად მცხოვრებლები. მათი ნაწილი გამგებლის მიერ დანიშნულ წარმომადგენლებს საერთოდ არ იცნობს. მე არც ეგ არ ვიცი, ან ვინ არის ჩვენი გამგებელი, ეგეც არ ვიცი. არ ვიცნობ რა, ვაჟკაცურად გეუბნები. ხმა, იმიტომ უნდა აირჩიოს, რომ წესიერად მეემსახუროს ხალხსა. წეგანაც აქვი და ეხლაც. ხალხის არჩეული, ხალხს მეემსახურება წესიერად. თუ ხალხმა არ აირჩია, იმაი გული არ ექნება ხალხზე. ჩემი აზრით ხალხმა უნდა აირჩიოს, ასე უფრო დემოკრატიულია და გამჭვირვალობა იქნება. ხალხმა თუ არ არჩევს რა, ეს ეხლა რა მთავრობა არის ჯერა და ხალხი რო არ ავარჩიოთ, გამგებელია, აი როგორი გზა. კუდარი ცოცხალი სულ იმ გზაზე მიდის, დაგფირი და გავაკეთებ. არ აკეთებენ არავინა. რა თქმა უნდა ხალხმა. რატო ფიქრობთ ასე? ხალხის სიტყვებს უნდა ვცეთ პატივი ხალხის გადაწყვეტილებას. საკითხზე მომუშავე კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების ჯგუფის ინიციატივას გამოხმაურებები მოჰყვა გორში პოლიტიკურ წრეებში. პოზიცია და ოპოზიცია თანხმდება, რომ თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები აუცილებელია. მე ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის კანონი დასახვეწია, არის რაღაცა არასაპარლამენტო ოპოზიციის შემოთავაზებაში რაღაცა რაციონალური მარცვალი, რადგან ძალიან ხშირად ხდება პარტიული კუთვნილების მიხედვით და სხვადასხვა კუთვნილების მიხედვით წარმომადგენლების დანიშვნა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ვერ ვიტყვი, მაგრამ არის, როდესაც ვერ ამართლებს. ცოტა რთული საკითხია. ახლა მნიშვნელოვნად ნამდვილად ვერ გაგცემთ პასუხს. ისე რომ ანუ ორივეს აქვს როგორც დადებითი მხარე, ისე კონკურსით დანიშნული შეიძლება სოფელმა არ მიიღოს, იმიტომ რომ არ უნდოდეს და რაღაცა ის ადამიანი არ იყოს იმ სოფელში, ესე ვთქვათ, არ სარგებლობდეს გარკვეული ავტორიტეტით, ამიტომ ამბობ რომ რაღაცა მეტას როგორც ამბობენ ორი მხარე აქვს რა და ნახოთ ხა ვერ გეტყვით. საკოორდინაციო საბჭო ახალ ინიციატივას განსახილველად პარლამენტს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე წარუდგენს.